უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომის თემა რუსეთში დაუფარავ სიხარულს იწოდა. იცით რით შეიძლება ყველაზე კარგად გავზომოთ რამდენად სერიოზულია ის რაც კიევში ხდება? მოსკოვში სიხარულის დონით. და იქ დღეს სიხარული უბრალოდ ზღვარს სცდება. სანამ უკრაინელები ქუჩაში გამოდიან, რათა დაიცვან გადაყენებული თავდაცვის მინისტრი, რუსული პროპაგანდა ნამდვილ დღესასწაულს აწყობს. რუსული პროპაგანდა უკვე ხმამაღლა კვირის, თითქოს უკრაინაში ზელენსკის წინააღმდეგ აჯანყება მზადდება. კრემლის პოლიტოლოგი მარკოვი ფედოროვის სიტყვებს სწრებს სწორედ ასეთი აჯანყების პირველ ნიშნად აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ. ხოლო ზედარხები პროტესტებიდან თითოეულ ვიდეოს გემრიელად ატრიალებენ. თან ამბობენ თითქოს კიევის ქუჩებში ისევ მაიდანის სუნი დადგა. ფედოროვის გარშემო კრიზისი რეალურია, სერიოზულია და ჩვენ მას პატიოსნად განვიხილავთ, მაგრამ პარალელურად მეორე მიმდინარეობს. მეორე ისტორია კი ისაა თუ როგორ პარაზიტობს მტერი უკრაინის შიდა განხეთქილებაზე. აღვივებს მას და ცდილობს საკადრო კონფლიქტი, როგორც თავად ამბობენ, კიევის რეჟიმის კრახად გადააქციოს. და მაყურებლის ამოცანაა მაინც ისწავლოს ერთი მეორისგან გარჩევა. Აბილენ ყველაზე ცუდი რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ არის რუსეთის პროპაგანდის ნებაზე ცეკვა. მაგრამ არც შიდა პრობლემების იგნორირება ღირს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით გავარკვეთ ამ თემაში. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულთან. ამიტომ მადლიერი ვიქნები პირადად თქვენი გამოწერისთვის. ყველა ეკაიფისურეთ. Subtitremi Timatozoki. Sadi Lefanetas. Subtitremi Timatozoki. Subtitremi Nageteta. Odishi. მოდი ჯერ მოკლედ თქვათ რა მოხდა ფაქტობრივად. ზელენსკიმ გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი. 6 თვის მუშაობის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მის დროს უკრაინამ საერთო აღიარებით ინიციატივა გადაიბარა. ეს არის სტარლინკის გათიშვა რუსებისთვის, ყირიმის იზოლაცია, შორი მოქმედების დართმების კამპანია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ, რაკეტებისა და უპილოტო აპარატების გადაჭევის ზრდა. და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის სრული სია. ფორმალურად ეს ყველაფერი გაფორმდა მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომით. პრემიერ-მინისტრი სვერიდენკო მიდის და მასთან ერთად ავტომატურად მიდის მთელი მთავრობა, ხოლო ახალ შემადგენლობაში ფედოროვს უბრალოდ აღარ შეიყვანენ. მის ადგილას მომავალში შსსს-ას ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო უნდა დაინიშნოს, მაგრამ რადგან უმაღლესი რადა არდადეგებზე წავიდა და მისი დანიშვნისთვის არ მიუციათ ხმა, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დროებით ევგენი ხმარა შეასრულებს. ბოლო ნახევარი წელი ის ასევე ასრულებდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას მალიუკის ნაცვლად. და სწორედ ამაზეა, როგორც ჩანს, გათვლა. თითქოს ხალხი ცოტა დამშვიდდება, ერთი თვე გავა და მერე უკვე შეიძლება ახალი თავდაცვის მინისტრის დანიშვნაც. მალიუკზე. ეხლა ბევრს ახსოვს, ვინ არის ის. ამ დროს კი კლიმენკო ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად ნიშნავს უმეროვის ნაცვლად, რომ ამ ერთ თვეში, როგორც ჩანს, თავი წარმოაჩინოს ახალ როლში და მოეწონოს პროტესტის მონაწილე უკრაინელებს. ახალ პრემიერად უმაღლესმა რადამ უკვე ყოფილ ნაფტოგაზის ხელმძღვანელს სერგეი კორეცკის დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, უკრაინელები ქუჩაში გამოვიდნენ და ეს არის საკვანძო მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რადგან ამას ეხლა თავხედურად ამახინჯებს რუსული პროპაგანდა. და აქ მნიშვნელოვანია, რომ არ ჩაუვარდეთ ამ პროპაგანდის თამაშში. პროტესტები სულაც არ არის აჯანყება ზელენსკის წინააღმდეგ, როგორც ახლა ყვირის მოსკოვი. ეს არის პროტესტი კონკრეტული მინისტრის მხარდასაჭერად და კონკრეტული გენერლის წინააღმდეგ. და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. იმიტომ რომ ადამიანები ერთი მხრივ სკანდირებენ, სივსკი გადადექი და ატარებენ პლაკატებს. ფიოდოროვი ინოვაციების მინისტრია, დააბრუნეთ ფიოდოროვი. ეს მაინც სამოქალაქო რეაქცია საკადრო გადაწყვეტილებაზე. ზუსტად ის, რაც უნდა ხდებოდეს ცოცხალ დემოკრატიაში ომის დროს. თუ ხალხი არ ეთანხმება, მას აქვს უფლება ეს უთანხმოება საჯაროდ გამოხატოს.
თავად ფიოდოროვმა სხვათა შორის ეს ყველაზე ზუსტად ჩამოაყალიბა. ციტატა. ხალხი ფიოდოროვის მხარდასაჭერად კი არ გამოვიდა, არამედ საკუთარი თავისთვის. ეხლა იმის შესახებ როგორ აწვდის ამას ყველაფერს კრემლი. და აქ იწყება ყველაზე სასწავლი ნაწილი. რუსეთის მანქანა მუშაობს 3 გამოცდილი მეთოდიკის მიხედვით. მოდით თითოეულს განვიხილოთ, რომ იცნოთ ისინი. და მთავარი, არ წამოეგოთ რუსეთის პროპაგანდის ანკესს. პირველი მეთოდიკა არის ცნებების შეცვლა. მინისტრების მხარდასაჭერი პროტესტი გადაიქცევა პროტესტად და თუნდაც აჯანყებად პრეზიდენტის წინააღმდეგ. კრემლის ანალიტიკოსი მარკოვი პირდაპირ უწოდებს ფედოროვის სიტყვებს აჯანყებას ზელენსკის წინააღმდეგ. შემდეგ გამოდის რია ნოვოსტი და კვირიან პრეზიდენტის წინააღმდეგ სახალხო აჯანყების მომზადებაზე. მაგრამ აქ პრინციპული განსხვავებაა. ერთი საქმეა, როცა მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან კადრულ გადაწყვეტილებით და დგებიან კონკრეტული მინისტრის მხარდასაჭერად, ანუ მინისტრის მხარეს. სხვა საქმეა, როცა ამას ასე ასახელებენ, თითქოს ქვეყანა აჯანყდა ზელენსკის წინააღმდეგ. და როგორც ახლა მოსკოვში ამბობენ, კიევის რეჟიმი ინგრევა. მეორე ისაა, რომ ეს ის არის ნახვაც მოსკოვს ბოლო 4 წლის განმავლობაში სურს და ამიტომ სასურველს რეალობა დასარებს. და ყველანაირად ავითარებს ამ თემას, რათა სცადოს გავლენა მოახდინოს თავად უკრაინელების აზრომებაზე, რომლებიც კრემლის ჩანაფიქრით ლოზუნგებს შეიცვლიან და ფიოდოროვის მხარდასაჭერად გასვლის ნაცვლად ხელისუფლების წინააღმდეგ დავლენ. როგორც ვიხდით, ეს სრულიად განსხვავებული საკითხებია. მეორე მეთოდიკა არის მაიდანის ნიშნის გაცოცხლების მცდელობა. ქუჩებში ისევ მაიდანის სუმი დადგა. ამ ფრაზას რუსული საინფორმაციო ლენტები უბრალოდ როგორც შელოცვას ისე იმეორებენ. რატო? იმიტომ რომ რუსული აუდიტორიისთვის მაიდანი ნიშნავს ქაოსს, გადატრიალებას, კრახს და ასე შემდეგ. და ეს უკვე შიდა აუდიტორიაზე მუშაობაა, რომელიც ზის და თავის ქვეყანაში საწვავის კრიზისს ხედავს, მაგრამ საჭიროა რომ რამით გადაიტანო ყურადღება. მაიდანის იარლიხის მიწებება ნებისმიერ უკრაინულ პროტესტზე ნიშნავს საკუთარი მოქალაქეებისა და დასავლური აუდიტორიისთვის იმის შთაგონებას, რომ აი ნახეთ, უკრაინა არასტაბილურია. აი დაიშლება, დახმარება უაზროა, ხოლო რუსებს კიდევ ცოტა მოთმენა სჭირდებათ, რადგან უკრაინის კრახამდე თითქოს უკვე ძალიან ცოტა დარჩა. ნახეთ რა ხდება იქ. ეს არ არის უკრაინელი მაყურებლისთვის განკუთვნილი მუშაობა. ეს უკვე იმაზეა, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს. ხოლო რუსებმა პირიქით, თუნდაც დროებით თავი წამოწიონ, თითქოს დიახ ჩვენ პრობლემები გვაქვს, მაგრამ უკრაინაშიც აქვთ. მეთოდიკა მესამეა. ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება დასავლეთის ავტორიტეტული ჩინოვნიკისა და წყაროს მეშვეობით. გაითვალისწინეთ ასევე რია ნოვოსტი არ წერს თავის სახელით, თითქოს რადაში მძიმე განწყობა. არა, ისინი ამ ციტატით მიუთითებენ Financial Times-ის კიევის ბიუროს ხელმძღვანელ კრისტოფერ მილერზე. ეს კლასიკური ხერხია, ანუ იღებენ რეალურ ნეიტრალურ ციტატას დასავლელ ჟურნალისტისგან და სვამენ ტექსტში სათაურის ქვეშ, როგორც მათ დაწერეს. გამარჯვება არ იქნება, რათა პროპაგანდას ობიექტურობის იერი მისცენ. მილერი წერდა სამუშაო ატმოსფეროზე უმაღლეს რადაში. საერთოდ. ხოლო რია ნოვოსტი ამავე ციტატას შეფუთა ნარატივში პროტესტების და გარდაუვალი კრახის შესახებ. ანუ ფაქტობრივად ისინი იღებენ რეალურ ციტატას, ეს არის კრისტოფერ მილერის რეალური ციტატა, იმის შესახებ რომ რადაში მოღუშული განწყობაა, მაგრამ ამ ციტატას სრულიად სხვა მნიშვნელობას აძლევენ. შედეგი მეთოდიკების მიხედვით. არც ერთი ფაქტი პირდაპირ არ იგონება. იღებენ რეალურ პროტესტებს, რეალურ ციტატას, რეალურ კონფლიქტს, მაგრამ ისე აერთიანებენ, რომ მკითხველმა თავად დაასკვნეს უკრაინის კრახი. ეს ზუსტად იგივეა. ზუსტად იგივე ხელწერა, რაც განვიხილეთ თემაში გრემის მმართველებზე. სიმართლე დეტალებშია, მაგრამ ტყუილი დასკვნაშია. მაგრამ და სწორედ აქ უნდა ვიყოთ პატიოსნები, თორემ თვითონვე ვიქცევით პროპაგანდად უბრალოდ საპირისპიროდ. კრიზისი კი ნამდვილია. და მოსკოვი ამ კრიზისს ასე თავდაჯერებულად ატრიალებს, სწორედ იმიტომ, რომ აქვს რაზე დაეკრნოს. მოდით დავასახელოთ რეალური მტკივნეული წერტილები, რომლებსაც მტერი იყენებს. პირველი არის აღიარება განხეთქილებისა თავდაცვის სისტემის უმაღლეს დონეზე. ფედოროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის ულტიმატუმი წაუყენა. ანის ამ მინისტრ ფედოროვის გუნდი და ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აერჩია. უფრო მეტიც, პარტია ხალხის მსახურის დახურულ ფრაქციაზე პრეზიდენტმა უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით აღიარა, რომ სინამდვილეში ორივეს შეცვლა იყო საჭირო. და როდესაც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მთავარსარდალი საჯაროდ ორ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ, ეს რეალური პრობლემაა და სულელურია თავი მოვაჩვენოთ, თითქოს ეს პრობლემა არ არსებობს. თითქოს ყველაფერი კარგადაა.
მეორეა, გადადგომები პროტესტის ნიშნად. საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ პოლკოვნიკმა ელიზაროვმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და აღნიშნა, რომ ფიოდოროვის გათავისუფლება, ციტატა, აბსოლუტური ბოროტებაა ქვეყნის თავდაცვითი უნარისთვის, რაც გამოიწვევს ახალ სიკვდილებს რუსეთის თავდასხმების შედეგად. ეს არ არის კრემლის დეზინფორმაცია, ეს არის პატივსაცემი უკრაინელი საბრძოლო ოფიცერი, რომელიც პროტესტის ნიშნად ტოვებს ჯარს. სარდავმა დროპატიმაც მხალი დაუჭირა ფიოდოროვს და ეს ნამდვილად აზიანებს არმიის ერთობას. დღეს კიდევ გავრცელდა ხმები, რომ ფიოდოროვის მხარდამჭერი უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ურფ ბატალიონ ვოლკი დოვინჩის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ალინა მიხაილოვამ დაწერა, რომ მას დაუკავშირდნენ უპილოტო სისტემების ძალების სარდლობიდან და სურდათ გაეგოთ. კონკრეტულად სად მსახურობს. დმიტრი კოზიატინსკი, რომელიც ფიოდოროვის მხარდასაჭერად პროტესტებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. საინტერესოა, რომ ის უკვე აღარ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო, მაგრამ მისი პოვნა მაინც სცადეს. მიხაილოვას თქმით, ბევრი სამხედროისთვის პროტესტის მხარდაჭერა შეიძლება თანამდებობის, წოდების, კარიერული პერსპექტივების დაკარგვად დაუჯდეთ. ასევე შეიძლება გამოიწვიოს საყვედური ან პრევენციული საუბარი. ამ სკანდალს ყურადღება არ აუარა უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ მადიარ ბროდიმაც. მან პირობა დადო. გაარკვევს, ვაარკვევს, ვინც ცდილობდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. და შემდეგ მისი ციტატა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით სენსაცია უსაფუძროდ გააბუქეს და არა ზეწოლის შედეგად. მედიამ კი როგორც ეს ტენდენციას ახასიათებს, მოსმენილი გაადიდეს. ჩვენთან ისეთი მებრძოლები არიან შეკრებილნი, რომლებიც ზეწოლას არ აიტანენ და არ გაჩუმდებიან. თუმცა სხვადასხვანაირი ხალხის ბევრია. ასე რომ განხეთქილება მაინც რეალურია. საკითხი იმაში არ არის, არსებობს თუ არა ის, არამედ იმაში, ვინ სარგებლობს ამით. და აქ არის მთავარი დასკვნა. დააკვირდით მიზნების განსხვავებას. უკრაინელები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ, სურთ გამოასწორონ, შეინარჩუნონ ეფექტური მინისტრი, შეცვალონ ის, რაც არ მუშაობს და გაიმარჯვონ ომში. ეს არის კრიტიკა გაუმჯობესებისთვის. ხოლო კრემლი, რომელიც იმავე მოვლენებს თავის სასარგებლოდ ატრიალებს, სურს დაანგრიოს. ანუ უნდა დააჯერონ, რომ უკრაინა ქაოსშია, ხელისუფლება თითქოს იშლება, ხოლო დასავლეთი საერთოდ ტყუილად ეხმარება. ეს არის კრიტიკა კაპიტულაციისთვის. ანუ აქ მიზნები სრულიად განსხვავებულია. ერთი და იგივე საპროტესტო კადრები ორ სრულიად საპირისპირო მიზანს ემსახურება. და სწორედ ეს არის მახე. როდესაც გულწრფელად აღშფოთებული ხარ მიხაილ ფედოროვის გათავისუფლებით და აზიარებ, მაგალითად მიტინგის ვიდეოს, შენ მართალი ხარ. ეს შენი უფლებაა. მაგრამ ზუსტად ამავე ვიდეოს რუსები ავრცელებენ სრულიად სხვა ნარატივში. მოქალაქეების რეალური უკმაყოფილება მტრის პროპაგანდისთვის ნედლეულად იქცევა. არა იმიტომ, რომ მოქალაქეები არ არიან მართალი, არამედ იმიტომ, რომ მტერს შეუძლია ნებისმიერ რამეზე პარაზიტირება. რას უნდა უყოთ ამას? აი აქ ჩნდება კითხვა. პირველი, არ უნდა გავჩუმდეთ. დუმილი გამოსავალი არ არის. ხელისუფლების კრიტიკა ომის დროს კანონიერია და აუცილებელი. ხელისუფლებისგან ეფექტურობის მოთხოვნა საჭიროა. მიხაილ ფიოდოროვის დაცვაც საჭიროა. მაგრამ ამასთან ერთად მკაფიოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის პროტესტი ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის პროტესტი რაღაცის მხარდასაჭერად. ეს ყველა ნარატივი ამბოხის, გამარჯვება აღარ იქნება და ასე შემდეგ, ეს მაინც რევოლუცია არ არის. ეს ჩვენი სიტყვები არ არის. ეს კრემლის სიტყვებია. ეს არის ის, რაც მათ სურთ, რომ უკრაინელებმა თქვან. ზუსტად იმავე პროტესტებზე. და კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი ბოლოსთვის. რუსული საინფორმაციო ლენტები ძალიან უყვართ. როგორც ისინი ამბობენ, კიევში ხელისუფლების შეცვლის თემა. და ეს თემა მათ წლებია უყვართ. იგივე მედვედჩუკი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და განაცხადა, რომ ციტატა: კიევში ხელისუფლების შეცვლა უკრაინას რუსეთისკენ მოაბრუნებს. აი ასე კრემლისთვის ფიოდოროვის გადადგომა მათი საკუთარი ოცნების დადასტურებაა, რომელსაც ისინი უკვე მეხუთე წელია ეჭიდებიან მხოლოდ მასშტაბური ომის პირობებში. და ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ შიდა დაპირისპირებას აჯანყებად მოიხსენიებთ, ანუ მათ ენაზე ვსაუბრობთ, მათ პატარა გამარჯვებას ჩუქნით, რომელსაც ბრძოლის ველზე ვერ აღწევთ. შედეგი კი, უკრაინაში ნამდვილად არსებობს გარკვეული კრიზისი, რეალური მტკივნეული გადადგომებითა და პროტესტებით. კი, არსებობს კითხვები ხელისუფლების მიმართ, ფედოროვის გათავისუფლებასთან, ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან და სირსკის როლთან ამ მთელ ისტორიაში. ამ კითხვების დასმა ჩვენი უფლებაა და კიდევ ჩვენი ვალდებულებაც, მაგრამ სანამ ამას გამარჯვებისთვის ვაკეთებთ, ჩვენ ძლიერები ვართ. აი იმ წამს, როცა ვიწყებთ გამეორებას, რომ გამარჯვება არ იქნება, იმიტომ რომ კრიზისია, ამ ისტორიაში უკვე ვიწყებთ თამაშს ზღვის მოედანზე. კრემლი მარცხს განიცდის ფრონტზე, იწვის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები. იძირება რუსეთის ფლოტი. ყირიმი იზოლაციაშია და კრემლის ერთადერთი იმედი ისაა, რომ უკრაინელები საკუთარ თავს დააჯერებენ, რომ დამარცხდებიან. მაგრამ, როგორც ამბობენ, არასწორ ხალხს დაესხნენ თავს.
ამიტომ აქ 3 წერტილს დავშვამ. თქვენი აზრები და დასკვნები აუცილებლად დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. დამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.